Telecompanija ფორმულას და TV პირველის ცნობით მათ წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მარეგულირებელ კომისიაში შეიტანა საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა TV პირველის იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა და ასევე გამოაქვეყნა ეგრეთებული სკრინშოტი საჩივრის ნაწილის. მე წაგიკითხავთ ამ პოსტს, რომელიც გამოაქვეყნა იურისტმა ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში. საჩივრის თანახმად TV პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები რეჟიმი, გარუსება, კლანის სასამართლო და ასე შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების. საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება, აღნიშნავს იურისტი. ასევე ინფორმაციას ადასტურებს ნოდარ მელაძე, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და აქვეყნებს კიდევაც განცხადებას მარეგულირებელში გვიჩივის ქართული ოცნება ირაკლი კობახიძის სახელით ითხოვს აგეგრძალოს ამ ტერმინების გამოყენება ეთერში, ანუ ჟურნალისტმა და წამყვანმა არ ახსენოს რეჟიმი, ოლიგარქის მსახური, პრორუსული რეჟიმის დეპუტატი და ასე შემდეგ. რა იქნება? პირველი გაფრთხილება, მეორე ჯარიმა, მესამე მაუწყებლობის ლიცენზიის საკითხი, ანუ გათიშვა ეთერიდან. ასე აფასებს სიტუაციას ნოდარ მელაძე Facebook გვერდზე. ასევე ტელეკომპანია ფორმულამაც გამოაქვეყნა პოსტი ამის თაობაზე, რომ მათ წინააღმდეგადაც შევიდა საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში. საჩივრის მიხედვით ცენზურას უნდა დაექვემდებაროს ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის თანამდებობის პირებისა და თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას, აღნიშნავენ TV ფორმულაში და ასევე ჩამოთვლილი არის ის ტერმინები, სიტყვები, რომლის დასაცენზურებლადაც ოცნება ფორმულას უჩივის. ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ტელეკომპანია ფორმულამ Facebook-ზე.